2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის გამარტივების ანუ ფასილიტაციის და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებები ამოქმედდა. ხელშეკრულების განხორციელებას ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აკვირდებიან. ჩვენი ორგანიზაცია ინოვაციების და რეფორმების ცენტრი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ადამიანის უფლებები რეადმისიისა და სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ ხელშეკრულებების იმპლემენტაციისას. ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი. როგორ მოქმედებს მექანიზმი რეადმისიის ნაწილში, რამდენად გამართულია ეს მექანიზმი, ადგილი აქვს თუ არა რეადმისირებული პირების შემთხვევაში ამ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და კონკრეტულად რა უფლებები ირღვევა. ასეთი კვლევა საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ინოვატორულია ჩვენ შემთხვევაში. და მეორე ნაწილში გამარტივებული სავიზო პროცედურების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის ნაწილში კერძოდ ხორციელდება მონიტორინგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოების შენობებთან. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების მონაწილეები ერთის მხრივ არის საქართველოს სახელმწიფო და მეორეს მხრივ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატული საქართველოში აკრედიტებული წევრი საკონსულოების მხრიდან, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი ნათელი სურათის დასახადად მონიტორინგი ხელშეკრულების შესრულებაზე გააკეთოს სამოქალაქო ორგანიზაციამ. ცენტრის მონიტორები ვიზის მიღების მსურველებს თბილისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ესაუბრებიან. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სპეციალური განცხადებები და აპლიკაცია, რომლის საფუძველზეც არის ყველა შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები გვაძლევს თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულ მოქალაქეს როგორ მოექცა საკონსულო და როგორ განახორციელა სავიზო პროცედურა. ვიზა აპლიკანტების გამოკითხვის გარდა ცენტრი მოქალაქეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს აცნობს. ამ ეტაპზე მონიტორინგი სულ 3 თვეა რაც ხორციელდება. გარკვეული სურათი გვაქვს იმისათვის, რომ თქვა წარმოდგენა შეგვექნას ამ ხელშეკრულების შესრულებისა და განხორციელების თაობაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტულ შედეგებზე და სტატისტიკაზე ვისაუბროთ. ხელშეკრულებების მონიტორინგის ანკარაში უკვე გამოაქვეყნა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისი. კვლევამ საელჩოებში არსებული პრობლემები გამოავლინა. ევროკავშირის პირდაპირი წესით წარმოდგენილი 14 საკონსულოდან საქართველოში მხოლოდ 3-ს აქვს სრულყოფილად განთავსებული ინფორმაცია ყველა კატეგორიის ვიზისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის შესახებ. ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ეხება განაცხადის შეტანის ვადებს. ევროპის სავიზო კოდექსით ასეთ მაქსიმალურ ვადად განსაზღვრული გახლავთ 2 კვირა. საქართველოში, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი, განსაკუთრებით ცხელ სეზონზე, როდესაც იმატებს მოთხოვნები ვიზებზე, აგვისტოსა და სექტემბერში, აბსოლუტურად ყველა საკონსულოში იყო პრობლემა. ანკარაშის მიხედვით საქართველოს რეგიონში ევროკავშირის ვიზაზე უარის მიღების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუ ჩვენი მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში 15.1-15.3%-ია, სხვა ქვეყნებისა, მაგალითად სომხეთის არის 10%, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის მერყეობს 3-დან 7%-მდე, რუსეთისა და ბელორუსის საერთოდ 1% დაბლა შარშან ბელორუსის უარის მაჩვენებელი 0.4%-ია. ორგანიზაციამ კვლევის შედეგები საქართველოს და ევროკავშირის მხარეებს გააცნო. მოგესალმებით, სტუდია რეკ თავაზობთ მორი გადაცემას და ეს იქნება ბოლო გადაცემა ციკლისა გავიცნოთ ევროპა, რომელსაც სტუდია რე რადიო უცნობთან და გაზეთ რეზონანსთან ერთად ახორციელებს უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვენ საუბრობთ ევროპაზე, ევროპულ პოლიტიკაზე და საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ძალიან ბევრი საკითხი მიმოვიხილეთ და ეს თქვათ ბოლო ლუკმად შემოვინახეთ თემა, რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგან საინტერესებს. ეს არის სავიზო ხელშეკრულება, ვიზის ლიბერალიზაციის თემა, რეადმისიის საკითხის დეტალები. ეს არის იმ ხელშეკრულების ნაწილი, რომელზეც უფრო ინტენსიურად დაიწყო საქართველოს მთავრობამ და ევროკომისიამ ურთიერთობა 2010 წლიდან და თუ რა მდგომარეობაშია ეს ხელშეკრულება,
მოლაპარაკების საკითხები და თუ როგორი იქნება ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან გიორგი გაბრიელაშვილი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ჭაჭავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი გრიგალაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანო ჩხიკვაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს განვითარების პროგრამიდან და კეთი ციხელაშვილი ლიბერალური აკადემიის წარმომადგენელი იმ ორგანიზაციისა, რომელიც სწორედ აი ამ საკითხებზე საკმაოდ ბევრს და ინტენსიურად მუშაობს. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში სასაუბროთ და ალბათ დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა არის ეს სავიზო ხელშეკრულება? სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივა გაიხსნა საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის საფუძველზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან. პირველ ეტაპზე ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას, მოეწერა ხელი პაკეტში რეადმისიის შეთანხმებასთან ერთად. და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, რაც გულისხმობს სავიზო დიალოგის გახსნას, სწორედ ამ შეთანხმებათა ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაცია საქართველოს მხრიდან იყო ერთ-ერთი განსაზღვრელი წინაპირობა. ამ შეთანხმებათა და განსაკუთრებით რეადმისიის შეთანხმების წარმატებით განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ამავე შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომიტეტები. ჩატარდა ამ დრომდე 3 რაუნდი ამ კომიტეტებისა და ევროპული მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ამის შემდგომ ეტაპზე დეკემბრის 2011 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება გაიხსნას ვიზა დიალოგი, სავიზო დიალოგი, ანუ უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი საქართველოსთან. ოღონდ ამის წინაპირობა გახდათ, რომ ევროკავშირი გამოაგზავნიდა ექსპერტთა მისიას საქართველოში, რომ კიდევ ერთხელ შეეფასებინა როგორც ზემოხსენებულ შეთანხმებათა განხორციელების და იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ასევე საქართველოს მზაობა სავიზო დიალოგის გახსნისათვის. ექსპერტთა ვიზიტი ჩატარდა წარმატებით მარტის თვეში, რომლის შემდგომი ეტაპი გახდა უკვე რამაც განაპირობა უკვე გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო დიალოგის გახსნის შესახებ და მიმდინარე წლის 4 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას ქალაქ ბრიუსელში ოფიციალურად გაიხსნა სავიზო დიალოგი საქართველოსთან. გამოგდი რას ნიშნავს სავიზო დიალოგის გახსნა საქართველოსა და ევროკავშირის შორის? რას უნდა ველოდოთ ჩვენ ამ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, რას უნდა ელოდოს სახელმწიფო და რას უნდა კონკრეტული მოქალაქეები? ანუ ესე იგი, როგორც უკვე მოგახსენათ კაპიტან ნინომ, ეს არის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის გახსნა საქართველოს მოქალაქეებისათვის. თუ კი დღეს ჩვენ გვჭირდება ვიზა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერ წევრ ქვეყანაში შესასვლელად, იხსნება პერსპექტივა იმისა, რომ მომავალში ჩვენ ვიზის გარეშე მხოლოდ ეროვნული პასპორტებით შეგვეძლება გადაადგილება. ცხადი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბონუსი, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში და თითოეული მოქალაქისათვის ექნება ძალიან ხელშესახები შედეგი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში რა ტიპის გამოწვევებს და სირთულეებს აწყდებიან დღესდღეობითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღების დროს. ჩვენ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობდით ახლა, რომელიც წინა წლის მარტში ამოქმედა, რომელიც ამ ეტაპისათვის გულისხმობს მხოლოდ სავიზო პროცედურების გამარტივებას. ეს გამარტივება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და თუ საინტერესო იქნება დავუშვათ მაყურებლისათვის, რომ განმარტოთ რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება, შეგვიძლია ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბოთ. ალბათ უმჯობესი იქნება მაინც რომ მოკლედ ვთქვათ. დიახ, ეს არის პირველ რიგში მგზავრობის მიზნის დადასტურებისათვის 13 კატეგორიისათვის განსაზღვრულია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული მოწვევა, როგორც ასე ვიცნობთ უფრო ისე სალაპარაკო ენაზე.
ასევე ეს ეხება ვიზების ხანგრძლივობას. ეს არის მოკლევადიანი ვიზა 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლებით 180 დღის საერთო რაოდენობაში, მაგრამ ვიზის ხანგრძლივობა თუ კი იყო დაუშვათ მაქსიმუმ 1 წლამდე, აქამდე ახლა გარკვეული კატეგორიებისათვის ეს შეიძლება იყოს 1 წლამდე, 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე. აი ესეთი დათქმაც არის ამ ხელშეკრულებაში გაკეთებული. ასევე ეს ეხება სავიზო განაცხადის განხილვის ვადებს. ადრე ეს პერიოდი შემოისაზღვრებოდა 30 დღით, ახლა ეს შემცირდა 10 დღემდე. ანუ ნებისმიერი პასუხი არის ეს დადებითი თუ უარყოფითი პასუხი მოქალაქემ ვიზაზე განაცხადის შეტანის შემდგომ 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. ასევე ეს ეხება მოსაკრებელს, თუ კი ადრე იყო 60 евро ვიზისათვის გადასახდელი, ახლა ეს შემცირდა 35 ევრომდე, ხოლო 12 კატეგორიისათვის, მაგალითად, რომელშიც მოვიაზრებით ალბათ ყველა აქ წარმოდგენილი ადამიანის არის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პენსიონერები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები და ასე შემდგომ, მათთვის საერთოდ გაუქმდა სავიზო მოსაკრებელი. და კიდევ ერთი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისათვის ფაქტობრივად ვიზა ახლა საჭირო აღარ არის. ეს დათქმები არის გაკეთებული აი ამ ხელშეკრულებაში, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე საკითხია დაუშვათ როგორ სრულდება აი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები დღეისათვის და რა დამატებით სირთულეებს აწყდებიან მოქალაქეებს და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. დაგისვამთ ამ შეკითხვას, ბატონო გიორგი, რა ღონისძიებების განხორციელება იყო საჭირო, რა გააკეთა კარგად მთავრობამ და რა ვერ გააკეთა. რა არის ის საკითხები, რომლის გადაჭრა უცილებელი არის ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადასვლისთვის. რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ პირობითად ის ღონისძიებები, რაც ჩვენ ვთვლით, რომ წინა პირობა იყო თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის არსებული უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების. მოგეხსენებათ, რომ 90-იანი წლებებში მომხდარი მოვლენების და ამბების გამო და შემდგომ ამ ჩვენ დოკუმენტირების სისტემაში არსებული პრობლემების გამო ძალიან დიდი განუკითხაობა იყო ამ სფეროში და მოხდა დისკრედიტირება რეალურად სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების. არ არსებობდა ელემენტარულად იმის განცდა, რომ ერთ ადამიანს არ შეეძლო ძალიან მარტივად სხვადასხვა დროს სამი პასპორტით სხვადასხვა გვარზე გაცემული დოკუმენტით ჩასულიყო ევროპულ ქვეყნებში. იცით, ეს ცნობილი საბერძნეთის მოქალაქეობის თემა და კიდე სხვა ქვეყნიდან წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების თემა, უამრავი ყალბი დოკუმენტი, უამრავი სხვაც შეცდომით გაკეთებული მონაცემი და ის მოუწესრიგებელი სისტემა, რაც ამ მიმართულებით არსებობდა. ჩვენ სანამ ვინმე რამეს გთხოვდა, მაგ მიმართულებით გავასწარეთ მოვლენებს და შევქმნით ერთიანი სისტემა მონაცემთა ბაზა, რომლის პირობებში სადღაც არ ვიცი 50%-დან 1%-მდე დავიდა ალბათ გაყალბების შესაძლებლობა და მაგის ალბათობა და ეს ჩვენ ევროპულ კოლეგებს აქვთ კარგად ნახი თავიდან ბოლომდე შესწავლილი. უნებრივია მათ მონაცემთა ბაზაშიც იყო ეს დარღვევები ალბათ კარგად თავმოყრილი. კი, საქმე იქამდე მიდიოდა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ახალ დოკუმენტს გავცემდით, უნდობლობა იმდენი იყო, რომ ზოგიერთი მეგობარი ქვეყნების საკონსულოს წარმომადგენლები ფორმალურად თუ არაფორმალურად თხოვდნენ, რომ იქნება აქტი გვეჩვენებინა, იმხელა უნდობლობა იყო აქტი გვეჩვენებინა სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ენახათ საკუთარი თვალით, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ წარსულში დაშვებული რაღაც გაყალბების და შეცდომის გამო ადგილი არ ქონდა კვლავ მცდარი დოკუმენტის მიღებას, მაგრამ ეტაპობრივად დაწყებული 2005-6 წლიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტო შექმნა, ჩვენ ეტაპობრივად ეს ამ პრობლემის მომგვარება დავიწყეთ და ვიდრე მოელოდნენ მაგაზე ადრე გავიცეთ უკვე ბიომეტრიული პასპორტი, რაც სხვა ბევრ ქვეყნებს, თუნდაც ევროკავშირთან სავიზო დიალოგის თვალსაზრისით უფრო წინ ყოფ ქვეყნებს შეიძლება არ ქონდეთ. ეს ერთი მიმართულება. რა თქმა უნდა, ცალკე მიმართულებაა საზღვრის მართვა, რომელზეც ალბათ ჩემი კოლეგები ისაუბრებენ, საზღვრის მართვის გაუმჯობესება, ზოგადად ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თქვენ ძალიან სუსტი წერტილი რა რჩება სუსტ წერტილად და რას მოიაზრებენ ჩვენი კოლეგები. როგორც წესი, ყველა შეხვედრაზე, ყველა მიმართულებით ერთ-ერთი წუხილი და როგორც ისინი ძახიან ხოლმე კონსერნი იყო მონაცემთა დაცვაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის არსებობაზე და შესაბამისად ამის აღმასრულებელი ორგანოს არსებობაზე, თუმცა დღეის მდგომარეობით პატარა პროგრესი ამ მიმართულებითაც გვაქვს, როგორც იქნა დაადგა საშველი, გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და უახლოეს 1-2 წლის ბოლომდე მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ეყოლება ქვეყანას, რომელიც ამ კანონის აღსრულებას დაიწყებს. ერთი მიმართულება კიდევ გახავთ მიგრაციის მართვა და
2010 წლის ბოლოდან ჩვენ შევეცადეთ რომ რაღაც ახალ საფეხურზე აგვიყვანა მიგრაციის მართვა. ერთის მხრივ არ შევქმნით როგორც ხშირად ბევრი ადამიანი ამას ასე ვთქვათ სწორად მოიაზრებდა ცალკე დიდი სამინისტრო მიგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი რომელიც ყველა სხვა სამინისტროების ფუნქციებს წამოიღება და ერთი დიდი ბიუროკრატიული დიდი მანქანა იქნებოდა კიდე ამის ნაცვლად შევქმნით მაკოორდინირებელი ორგანო კომისიის სახით და მისი სამდივნოს სახით და გვინდა რომ მისი შესაძლებლობები როგორც ძლიერი ანალიტიკური და მაკოორდინირებული ორგანო განმოვითაროთ თუმცა აღმასრულებელი ფუნქციები დარჩათ სამინისტროებს და პირველად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მანამდე ბუნებრივად ვერ გვექნებოდა გვექნება დეკლარირებული მიგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი რომელზე მუშაობას დასრულების ფაზაშია რაც რას მოიცავს რომელიც ახდენს დეკლარირებას ყველა იმ მიდგომების და იმ პრინციპების, რაც მიგრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს, რომელიც ფრაგმენტულად სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შეიძლება გამოიხატებოდა, მაგრამ ნათლად არ იკითხებოდა, შეიძლება არც კი იყო ზოგიერთ მოქმედებებში კავშირს და ლინკს ვერ ხედავდნენ ჩვენი კოლეგები. ეხლა გააზრებულად მიმართულებების მიხედვით და ქვეპუნქტებად გვექნება მოცემული, როგორ ხედავს საქართველოს მისი მიგრაციის მომავალს, რა თქმა მათ შორის და დიდწილად ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, იქ არის სხვადასხვა მიმართულებები დაწყებული არალეგალური მიგრაციასთან ბრძოლით, დამთავრებული ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით და ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ასევე ჩვენ სუსტად მოიაზრებოდა და ყოველთვის სამსავაჭრო და სამკითხაო თემაა ხოლმე, ასე ვთქვათ, მიგრაციის მონაცემთა დათვლა და მიგრაციის სტატისტიკის ქონის საკითხი. ერთ-ერთი მიმართულება სტრატეგიაში ესეც გახლავს და ჩვენ პრაქტიკულ მუშაობას ვიწყებთ უკვე, აი მიმდინარე სამინისტროების სისტემაში ეს დაწყებულია, მაგრამ კონკრეტული პროექტის სახე მიეცემა უახლოეს დღეებში ეს გახლავთ ერთიანი ინტეგრირებული მონაცემთა დამუშავების სისტემა, რომელიც გააერთიანებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის კვეთის ინფორმაციას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზას, რომელიც ბინადრობის ნებართვებს შეეხება, დროებითაც და მუდმივსაც და იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელი სათაურია და არ მახსოვს პირად სამინისტროს მონაცემთა ბაზებს და თავს მოუყრის მიგრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ძალიან მარტივად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ავტომატურ რეჟიმში მივიღოთ მაგალითად საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა ლისტი ყოველდღიურად ამ სისტემის ამუშავების შემთხვევაში. ბატონო გიორგი თქვენს მინდა გითხოთ აი იმ პერიოდში როდესაც დაიწყო ეს მოლაპარაკებები და ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საუბრობთ ევროკავშირთან ამ პერიოდში იყო რამდენიმე ესეთი ტოტალური ტალღა არალეგალური მიგრაციისა ხომ საქართველოსთან როდესაც მაგალითად საბერძნეთის მიმართულებით ბელარუს-პოლონეთის საზღვარზეც და ძალიან ბევრი მიმართულებით ზოგადად ევროკავშირისკენ იყო ტალღა არალეგალური მიგრანტებისა. იყო თუ არა ეს ხელისშემშლელი პროცესი ამ მოლაპარაკების დროს და ქართულმა მხარემ რა ტიპის ვალდებულებები აიღო ამ დროს, როდესაც თავად მოლაპარაკების პროცესთან ახლდა გვერდით ესეთი დინებები. როგორ გითხრათ, ბუნებრივია გეთანხმებით, რომ რაღაც კატეგორია ჩვენი მოქალაქეების არალეგალურად ახერხებენ და თქვათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან, მაგრამ ჩემის აზრით ალბათ არ არის ეს იმდენად დიდი რაოდენობა, რაც თქვათ შეიძლება ან გამაღიზიანებელი, ან დამავტყოლებელი გარემოება ყოფილიყო ამ კუთხით და თან კიდევ აღნიშნავ, რომ ყოველთვის ჩვენ თანამშრომლობთ ევროკავშირთან, თქვათ დღესდღეობით არის რეადმისიის ხელშეკრულება, თუმცა იყო პერიოდი, როცა ეს ხელშეკრულება ძალაში არ იყო, მაგრამ დეპორტაციის კუთხით, ანუ ყოველთვის აღნიშნულ მიმართულებაში პრობლემა არ იყო და ალბათ ამ ყოველივემ განაპირობა ბატონმა გიორგიმაც როგორც აღნიშნა თქვათ რაღაც მთელი რიგი რეფორმების ატარდებოდა, რომელმაც დაანახა ალბათ ევროპულ მხარეს, რომ ამ კუთხით საგნობი პროგრესი არის და ბუნებრივია არ უნდა ყოფილიყო ეს ასე ვთქვათ დამავტყოლებელი გარემოება და შესაბამისად მივიღეთ ეს ხელშეკრულება და როგორც თქვენ ბრძანეთ ამ ხელშეკრულების წარმატებულად იმპლემენტაციის და გამო უკვე მეორე ფაზაზე გადავედით, სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგი გაიხსნა და შესაბამისად, საკმაოდ წარმატებულები ვართ ამ კუთხით, შეიძლება ითქვას. თავისთავად ესეთი ფაქტები ერთი იქნება თუათ შეიძლება ნეგატიურ ფონს უქმნიდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ორი რაღაცა მნიშვნელოვანი. ერთი რომ მასშტაბი შეიძლება ისეთი არ არის არალეგალური მიგრაციის საქართველოსთან როგორც მაგალითად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები უქმნიდნენ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს, ერთი ეს და მეორე პასუხი იყო ნათელი და მოქმედებებში გამოიხატება რეადმისიის ხელშეკრულების დანერგვის, რომ ჩვენ არ გაურბივართ პასუხისმგებლობას და არ ვატოვებთ ამ ხალხს, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებს უპასუხისმგებლოდ ამ ადამიანებს ძალიან კარგად თანამშრომლობთ და ერთ-ერთი პირველი ვართ ამ ხელშეკრულების
განათლების შესრულების ხარისხში. სადღაც 1000-ზე მეტი განაცხადია და სულ 100-ს არ გვითხოვს, სულ არის აბსოლუტური უმრავლესობა 90%-ზე მეტი არის დაკმაყოფილებული თუ სწორად მახსოვს წარმინდა რამ ციფრები შემეშალა ზუსტად დაახლოებით 90% არის დადებითი პასუხი რეადმისიას დაქვემდებარებული პირების დაბრუნებასთან დაკავშირებით. და ეგეც პასუხია, რომ შეიძლება ეგეთი ადამიანები მოხდნენ ყოველთვის ქონდეს ვიღაცებს სრული რაღაც რაოდენობას, რომ საქართველოსთან გავიდნენ არალეგალურად სხვადასხვა ქვეყნების გავლით შეახცნათ ევროკავშირში, მაგრამ მექანიზმი ამ ადამიანების უკანა დაბრუნების შესახებ ერთი რომ სამართლებრივად გაფორმებულია და მეორე პრაქტიკულად კარგად მუშაობს ჩვენთან მიმართებაში. იდენტიფიცირების პრობლემაც მოხსენით, როცა ადამიანები არ ამბობენ ვინ არიან, გვაქვს ფოტოსაძიებო სისტემა, რომელიც არის ერთიან ევროპულ ბაზაში ჩართული. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ევროპული ხარისხის ამის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ გვექნება ჩვენი სახელმწიფო თავისთვის, როცა მოთხოვნა მოდის და პირის იდენტიფიცირება გვჭირდება, ამას ვიყენებთ. ინტერესებთ. დიახ, დამოუკიდებელ ფაქტორთან დაკავშირებით მინდა და ალბათ ამ თემას კიდევ გავშვით მიგრაციის, მაგრამ არის ერთი მაჩვენებელი, რომელიც გარკვეულწილად ალბათ უკავშირდება არალეგალი მიგრანტების თემას და რაც ჩვენი აზრით შეიძლება იქცეს დამოუკიდებელ ფაქტორად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობდით, რომ საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის მხარის ყურადღება მიგვეპყრო ამ საკითხზე და საკმაოდ რეზონანსულიც იყო. ეს საკითხი მე მგონი არაერთხელ წამოიჭრა, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზაზე უარის გაცემის მაჩვენებელი, რომელიც რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. და ფაქტობრივად რო გითხრათ მაჩვენებლებში წინა წელს ეს არის 15.3%. მაშინ, როდესაც თუ შეადარებთ ამ მაჩვენებელს იგივე ბელორუსისათვის, რუსეთისათვის, აზერბაიჯანისათვის, ეს მაჩვენებელი მათთან 0.4-3%-მდე მერყეობს. ჩვენ შემდგომ რეგიონში არის სომხეთი 10%-ით, ამიტომ გარღვევა არის საკმაოდ დიდი. ჩვენ ვცდილობდით მიზეზების იდენტიფიცირებას, ცხადია თუ რატო ეუბნებია საქართველოს მოქალაქეებს უარს ესეთ ხშირ შემთხვევებში. ერთ-ერთ მიზეზად ცხადია ეს არალეგალური მიგრაცია სახელდება, თუმცა ეს არ არის მარტო საქართველოსათვის დამახასიათებელი ფაქტორი, ძალიან ბევრი განვითარებადი ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია არალეგალური თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნებში. ან თავშესაბრების მაძიებელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ერთი რამ არსებობს ესეთი გამოცდილება უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის უკვე ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებმაც ხუთმა ქვეყანამ აი ამ გზის გავლით მიაღწიეს ევროკავშირთან ფაქტობრივად უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, გადაინაცვლეს ეგრეთ წოდებულ თეთრ სიაში და მათი მოქალაქეები ხა ვიზის გარეშე შედიან იქა და მაშინ მათ სამოქმედო გეგმაში დათქმა იყო ესეთი გაკეთებული, რომ 3%-იანი მარჟა უარის მაჩვენებლის იყო ერთგვარი უსაფრთხო მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომლობა კარგად მიდის აი მიგრაციის სფეროში. მე რამდენადაც ვიცი, ქართულ მხარესთან საუბარში ევროკავშირის მხარეს არ წამოუყენებია ასეთი, ასე ვთქვათ, წინაპირობა და მეტიც არის ყოველ შემთხვევაში მინიშნებები იმის შესახებ, რომ უარის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც აუცილებლად ორივე მხარემ უნდა იმუშაოს. პირველ რიგში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აბრკოლებს ავიზო დიალოგს, არამედ იმიტომაც, რომ ყოველდღიურად ბევრი მოქალაქეს ურთულებს ცხოვრებას და ეგ არ არის მარტო არალეგალ მიგრანტებზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მართლაც მაგალითად ტურისტული მიზნით მიემგზავრება და უნდა რომ რაღაც მოინახულოს ან სადღაც წავიდეს, მათ ექნებათ პრობლემები და სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა. ამიტომ ეს საკითხია, რომელსაც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუნდაც აი ამ კონტექსტში, რაზეც საუბრობდით. ჩვენ ხანმოკლე სარეკლამო პაუზის შემდგომ ისევ განვაგრძობთ გადაცემას გავიცნოთ ევროპა და ვისაუბრებთ სწორედ აი ამ ვიზის ლიბერალიზაციის, უვიზო მიმოსვლისა და რეადმისიის საკითხებზე. გრიგოლოჩი პირველი საზაფხულო სკოლა გაიხსნა. მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევებზე 15 ქართველი და 15 მოლდოველი ახალგაზრდა იმუშავებს. რა მდგომარეობაა საქართველოსა და მოლდოვაში მიგრაციასთან დაკავშირებით? რა პრობლემებია გადასაჭრელი ამ მიმართულებით? როგორ უნდა ხდებოდეს მიგრაციის მართვა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქვეყანაში გადაადგილების პროცესს? ამ და სხვა საკითხებზე სტუდენტები 5 დღის განმავლობაში პროფესორებთან ერთად იმსჯელებენ.
ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ორ საქართველოსა და მოლდოვეთის მთავრობებს. აქ სტუდენტები მიგრაციულ საკითხებს განიხილავენ და დამატებით ცოდნას მიიღებენ. ისინი აკადემიურ კვლევებს წარმოადგენენ. ჩვენ 5 დღე მიგრაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვიმსჯელებთ და დავიხმარებით სტუდენტებს ერთი ნაბიჯით აიმაყლონ ცოდნა ამ სფეროში. მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებების კვლევის თანამედროვე მეთოდების შესახებ სტუდენტები ცნობილი ექსპერტების ლექციებს მოისმინენ. ახალგაზრდები დებატებში ჩაერთვებიან და კონკრეტულ кейსებს განიხილავენ. ყველაზე აქტიური სტუდენტების ნაშრომები საზაფხულო სკოლის ჟურნალში დაიბეჭდება. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ საქართველოსა და მოლდოვაში მიგრაციის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებში უფასო სამთვიანი სტაჟირება გაიარონ. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მომცემს როგორც ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას, ასევე გამაცნობს ახალ კონტაქტებს როგორც საქართველოში, ასევე მოლდავეთში, იმიტომ რომ ჩემთან ანატოლებთან ერთად მექნება ურთიერთობა, დისკუსიები, შეგვეძლება სამომავლოდ გამოცდილების ურთიერთგაცვლა და საერთო პროექტების და კვლევების წარმოება. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუმართმოყვარეობისთვის. ჩვენ აქ ერთი რაღაცისთვის ვართ. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი და მოვძებნოთ მისი გადაჭრის გზები. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას და ამ სფეროში სამომავლო კვლევების ჩატარებას. ერთკვირიანი სწავლება კვლევაზე ორიენტირებულ, კომპლექსურ და ინოვაციურ კურსებს გულისხმობს. ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. ეს არის სპეციალიზირებული საზაფხულო სკოლა, სადაც სტუდენტები სპეციფიკურ განათლებას მიიღებენ. ორგანიზატორებმა სწავლების დაფინანსება მისი დიდი მნიშვნელობის გამო გადაწყვიტეს. ახალგაზრდებმა ჩვენ თავიანთი კვლევები უნდა გაგვიზიარონ. მიგრაცია ხომ ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ მას ფული მოაქვს, მეორე მხრივ კი ჩნდებიან ბავშვები, რომლის მშობლები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. მიგრაციის ეფექტური მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა, კერძოდ მიგრაციის სამთავრობო კომისია ხაზს უსვამს მიგრაციის სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესების მნიშვნელობას. აცხადებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. მიგრაციის მართვის ეფექტური სისტემის განვითარება ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოების. მიგრაცია როგორც დისციპლინა ახალი სფეროა საქართველოსთვის, შესაბამისად ჩვენ არ გვყავს გვაკლია უბრალოდ ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელთაც აქვთ აკადემიური კვლევის უნარჩვევები და მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკის, მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. საზაფხულო სკოლა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და დანიის რტოლვილთა საბჭოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, მოლდოვისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2013 წლამდე გაგრძელდება. განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას, გავიცნოთ ევროპა, რომელსაც სტუდიარე გაზეთი რეზონანსი და რადიო უცნობი წარმოგიდგენთ. ჩვენ ამ ციკლის ბოლო გადაცემას გთავაზობთ დღეს და საუბრობთ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირთან საქართველოს უვიზო ურთიერთობის, უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე და რეადმისიაზე. გადაცემის პირველ ნაწილში საუბრით მექანიკურად გამიჩნდა ესეთი კითხვა, ბატონო ნიკა, აი ეს საზღვრის დაცვის საზღვრის კონტროლის მექანიზმი როგორ უნდა იყოს ჩართული საერთოდ ამ პროცესში, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს საკმაოდ გამჭვირვალეც, საკმაოდ სასარგებლო ქვეყნისთვის, მაგრამ საზღვარიც იყოს დაცული. მოგახსენებთ, ესე იგი საქართველოში საზღვრის რეფორმა დაიწყო 2004 წლიდან და საზღვრის მართვა საერთოდ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში. იქამდე სანამ ამ სავიზო რეჟიმზე საერთოდ დაიწყებოდა ლაპარაკი, ეს მოთხოვნა იყო ჩადებული როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში. და აქედან გამომდინარე საქართველოს უკვე 2005 წელს აიღო ვალდებულება, რომ საკუთარი სასაზღვრო სფეროს რეფორმირება მოეხდინა.
ჩვენთან მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ტრადიციიდან გამომდინარე სასაზღვრო სფერო იყო ძირითადად სამხედრო სფერო და თავდაპირველად დაიწყო რეფორმირება იმ კუთხით, რომ მთლიანად სასაზღვრო სამსახური გადაიქცა უკვე სამართალდამცავ საპოლიციო სტრუქტურად და ამის შემდეგ 2007 წელს საქართველოს ევროკავშირის დახმარებით დაიწყო ერთიანი საზღვრის მართვის კონცეფციაზე მუშაობა. იმ დროისთვის თვითონ ეს ერთიანი საზღვრის მართვის კონცეფცია თვითონ ევროპისთვისაც საკმაოდ ახალი კონცეფცია იყო, იმიტომ რომ ევროპულ ქვეყნებს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალი შესული იყვნენ ევროკავშირში, იმ დროისთვის არ ქონდათ ასეთი სტრატეგიები შემუშავებული. თუმცა საქართველოს მოახერხა 2008 წელს დაიდო ეს ახალი სტრატეგია. ეს იყო პირველი სტრატეგია ამ სფეროში, სადაც არა მხოლოდ საზღვრის დაცვის უწყება იყო ჩართული, არამედ საბაჟო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ ყველა ის უწყება, რომელსაც რაღაცა სახით აქვს შეხება სასაზღვრო უსაფრთხოებასთან და ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ თითქმის წარმოადგენელი სამინისტროების უმრავლესობაზე, იმიტომ რომ აქ შედის როგორც ფიტოსანიტარული კონტროლი, ასევე ვეტერინარული კონტროლი, სანიტარული კონტროლი, სადაც ჯანდაცვის სამინისტროა ჩართული, სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული. ეს სამსახურები მუშაობს ახლა. ეს სამსახურები მუშაობს, ამაზეც გეტყვით. ამის შემდეგ აი ამ სტრატეგიის ფარგლებში მოხდა პრინციპში საზღვარზე არსებული უწყებების რაოდენობის შემცირება, იმიტომ რომ აი ეს სამსახურები ფიტოსანიტარია, სანიტარია, ვეტერინარია იდგნენ საზღვარზე, მაგრამ მოხდა მათი ფუნქციების, ასე ვთქვათ, გადაცემა საბაჟო სამსახურისთვის. შესაბამისად, დღეს ჩვენ საზღვარზე გვაქვს ძალიან გამარტივებული სიტუაცია, როდესაც საზღვარზე დგას მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყება. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ადამიანების შემოწმებას, ხოლო შემოსავლების სამსახური ახორციელებს ტვირთების შემოწმებას. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ მე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანია ვარ და ვიცნობ პრინციპში ყველა რეფორმას, რაც ამ პერიოდში გატარდა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში საქართველოს ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა და უკანასკნელი მისია, რომელზეც ქალბატონი ნინო საუბრობდა ახლა, იქ ევროკავშირის მისია შეფასების, იქ ნათლად იყო ნაჩვენები, რომ საქართველოს საზღვრის მართვის სფეროში პრინციპში მიაღწია იმ დასახულ მიზნებს, რაც აუცილებელია ამ savizო დიალოგის დასაწყებად. ანუ ამ ხრივ საზღვრის მართვის სფეროში პრინციპში ჩვენი ასე ვთქვათ დავალება შესრულებული გვაქვს. ამ თემას ალბათ ეხმიანება მიგრაციის პრობლემას, ანუ მაინტერესებს როდესაც საუბრობთ ერთი მხრივ არალეგალ მიგრანტებზე, რომლებიც მიდიან საქართველოსდან ევროკავშირისკენ, არის თუ არა რაიმე ისეთი პროცესიც თანამდები, როდესაც ევროკავშირის გავლით შეიძლება საქართველოშიც იყოს რაიმე მიგრაციული, ანუ კონტროლული მიგრაციული პროცესები, რომელსაც დაუშვათ ახორციელებდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. არის თუ არა მსგავსი პროცესი? ან რა თანაბარი უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში და თანაბარი პრობლემები დგას, თანადი პრობლემები დგას საქართველოსა და ევროკავშირის წინაშე, როდესაც მიგრაციაზე ვსაუბრობთ. ცოტა ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი არალეგალურად შემოდიოდეს საქართველოში. პრინციპში არალეგალურად შემოსვლას რაც შეეხება თუ კი საუბარია, ხო, არ ჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს 2006 წლიდან გააუქმა, ანუ კარგულად ხანგრძლივადიან და შეუძლიათ ისინი შემოვიდნენ საქართველოში და დარჩნენ, ეს არ არის პრობლემა, ანუ ეს არის ცალმხრივი რეჟიმი, ასე ვთქვათ, იმისათვის რომ ის გადაიქცეს ორმხრივ რეჟიმად და უკვე იყო რა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მე მინდა უბრალოდ შესწორების სახით ვთქვა და უბრალოდ რაღაც საინფორმაციო ხასიათის იყოს ეს ჩემი გამონათქვამი. ის რომ დაუშვათ როდესაც გაუქმდება, როდესაც დადგება ის ნანატრი დღე და გაუქმდება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში წასასვლელად ვიზები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეკნებათ უფლება იქ შევიდნენ და იქ იყვნენ, ანუ ეს არის მუშაობის უფლების მიცემა მათთვის, ეს არის ხანმოკლევადიანი პერიოდით დარჩენის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძოდ 90 დღემდე ეკნებათ მათ ვადა შევიდნენ ევროკავშირის
ტერიტორიაზე და ჰყონ ეს პერიოდი იქ და შემდგომ ისინი ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა ინფორმაციის სახით. ნუ რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორც თქვი, ეს არის ამჯერად ეს არის სამხედრო პროცესი, საქართველოს გაუქმებული აქვს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ვიზა, შესაბამისად მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ საქართველოში და გარკვეული პერიოდი გაატარონ და ნებისმიერ დროს ასე ვთქვათ ამ პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი დაბრუნდნენ უკან. ანუ როგორც ესეთი არა რეგულარული მიგრაცია, არა რეგულარული მიგრანტი ევროკავშირიდან საქართველოში პრინციპში ლოგიკურია რომ არანაირად არ უნდა მოხდეს. არის თუ არა დაუშვათ რაიმე ტიპის პრობლემა ევროკავშირისთვის ის რომ საქართველოს გავლით შეიძლება ევროპის სივრცეში, ევროკავშირის სივრცეში მოხდეს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეთა შეღწევა. ეს როგორც ასეთი არის საქართველოს ქვეყნის სუვერენული უფლება, მას აქვს უფლება გარკვეულ ქვეყნებთან არ კონდეს ასე ვთქვათ უვიზო რეჟიმი, შესაბამისად ამ ეტაპზე ეს არის უშუალოდ საქართველოს გადასაწყვეტი როგორ და რანაირად იმოქმედებს მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, გულისხმობ დაუშვათ არა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. თუ დაუშვათ იქნება ამის საჭიროება, ეს ალბათ ამას დრო გვიჩვენებს, როდესაც უკვე გადავალთ უშუალოდ იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რასაც ქვია სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც იმედია რომ უახლოეს მომავალში მოხდება, ანუ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გულისხმობ და იმის შემდგომ გამოჩნდება რამდენად იქნება მასში მოთხოვნა იმისა, რომ საქართველოს უნდა მოახდინოს გარკვეულწილად თავისი სავიზო პოლიტიკის გადახიდვა. ეს საკითხი დაუსვამთ მოლაპარაკების დროს, გიორგი, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ სწორედ საქართველოს გავლით არ მოხდეს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა შეღწევა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს საკითხი განხილვაში იყო, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს პირდაპირ კავშირშია საზღვრის მართვასთან. ანუ საზღვრის მართვის კუთხით ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს და როგორც უკვე აღნიშნა შესაბამისად დასახულ მიზანს მივაქციეთ, ბუნებრივია კარგი საზღვრის მართვა და ოპერირება ნიშნავს რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ქვეყნის შიგნიდან ასე ვთქვათ უკანონოდ სამართლოდ უკანონოდ ვერ მოხდება ვერანაირად ევროკავშირის ტერიტორიაზე, ანუ პირობითად რო ვთქვათ თუ მესაზღვრემ რა საპატრულო პოლიცია რომელიც თქვა ოპერირებს ახლა კონკრეტულ საზღვაო გამშემორტებზე ვიზის არარსებობა, ანუ ევროკავშირის ვიზის არარსებობის შემთხვევაში არ უნდა გაატაროს ელემენტარულად და ეს პირობა დაცულია, ამიტომ რეალურად ეხლა 20 თვეში მაგაზე მაგ კუთხით რაიმე პრობლემატური საკითხი არ დგას. შეიძლება დავამატებ, მე აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ გეოგრაფიული ფაქტორიც. საქართველოსთან ევროკავშირში პირდაპირ ადამიანი ვერ მოხვდება გარდა საჰაეროთისა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება საქართველოს ანუ ამ შემთხვევაში თბილისის ან ბათუმის აეროპორტის გავლით ადამიანი შევიდეს ევროკავშირში, რაც ნაკლებად ხდება საერთოდ პრაქტიკაში, იმიტომ რომ არალეგალური მიგრანტი თვითფრინავით არ მიფრინავს ხოლმე როგორც წესი და რაღაცა სხვა გზებს ეძებს. რაც შეეხება უშუალოდ სახმელეთო საზღვრიდან გადასვლა, საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი, ანუ ერთადერთი საშიშროება აქ არის, რომ საქართველოსთან გადავიდეს თურქეთში, ვთქვათ, და შემდეგ სცადოს თურქეთის საბერძნეთის საზღვრის გადალახვა, რაც უკვე თურქეთის და საბერძნეთის შესაბამისი ორგანოების თავის ტკივილი უნდა იყოს, იმიტომ რომ საქართველოს მას შეუძლია სრულიად კანონიერად შემოვიდეს და დატოვოს საქართველოს ტერიტორია, გადავიდეს თურქეთში და შემდეგ უკვე იქიდან სცადოს ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევა. აი დღეს ყველაზე მთავარ პრობლემას რაც ახავს დაუშვათ ევროკავშირის წარმომადგენლობა თალბატონიოს საქართველოსთან მოლაპარაკების გზაზე. რა არის მათთვის ყველაზე პრობლემური, რომ აი უბიზო მიმოსვლის რეჟიმზე უფრო ინტენსიურად დავიდეს საუბარი და მუშაობა. ნელი ამ ეტაპზე ახლა პრობლემატურ საკითხებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახლა ვთქვათ ოფიციალურად მოხდა სავიზო დიალოგის გახსნა, მაგრამ სამოქმედო გეგმა საქართველოს ჯერ არ აქვს. სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომაზე გადმოგვეცემა ჩვენ სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი დეტალურად ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ მიაღწიოს უბიზო მიმოსვლის რეჟიმს. და ეს იქნება კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ სფეროებში. ხა ჩვენ შევისწავლეთ ასეთ ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება, იმ ქვეყნების, რომელმაც განვლო უკვე ეს ბალკანეთზე საუბრობდა, ბალკანეთის ქვეყნებზე ბალკანეთისაც, მაგრამ უფრო ახლოს ჩვენთვის მაინც მოლდოვასა და უკრაინას მაგალითებია და ამის საფუძველზე ჩვენ დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რა შეიძლება იყოს ეს არის 4 ძირითადი სფერო, ეს არის სტანდარტული, რომელიც არ იცვლება არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში. ეს არის დოკუმენტების უსაფრთხოება პირველი, ეს არის მიგრაცია, საზღვრის მართვა
და მესამე არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. და მეოთხე ბლოკი არის საგარეო ურთიერთობები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. თავად სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას არის ორი ფაზა. ეს პირველი არის საკანონმდებლო ფაზა, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები უნდა განახორციელოს და მეორე ფაზაა საიმპლემენტაციო. გაბატონო, ძალიან ხშირად და უბრალოდ ერთად მოიხსენიება ვიზის ლიბერალიზაცია, ვიზო მიმოსვლის რეჟიმი და რეადმისია. იქნებ ჩვენს მაყურებელსაც განმარტების სახით უთხრათ, რას გულისხმობს რეადმისია თავისთავად? რეადმისია გულისხმობს ესე იგი ხელშეკრულებულ მხარეებს შორის ვალდებულებას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი უკანონოდ არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეები დაიბრუნონ და ასევე დაიბრუნონ მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მოხდა მეორე მხარის ტერიტორიის კვეთით. ჩვენ ახლა ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით. ანუ ფაქტობრივად აი ამ ასე ვთქვათ პირობის გამო სანამ გაფორმდებოდა რეადმისიის ხელშეკრულება მე მახსოვს ვეცნობოდი ჩვენ საზოგადოებრივ აზრს მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს და ძალიან ბევრს ჰქონდა ასე ვთქვათ განცდა გაზვიადებული განცდა რისკის ფაქტორისა რომ რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმებას მოყვებოდა მასობრივი გამოდევნა საქართველოს მოქალაქეებისა რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე და ფაქტობრივად არიან შრომითი მიგრანტები და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაშიც და საკუთარი ოჯახის ბიუჯეტებშიც. მაგრამ ეს ესე არ არის, ჯერ ერთი არის სტატისტიკა, რომელიც ამაზე არ მეტყველებს. ერთი წლის განმავლობაში 750-მდე რეადმისიის განაცხადი იქნა შემოსული. ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ პროცედურული გამარტივება და ალბათ ახლა ყოფ მიგრანტებზე ნაკლებად ახდენს გავლენას. აი მომავალში უკვე რამდენადაც ჩვენ ახლა სავიზო დიალოგი დავიწყეთ, მომავალში შესაძლებელია და ცხადია ამას ექნება გავლენა საერთოდ მიგრაციის ნაკადებზე, რამდენადაც საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ არარეგულარული მიგრაციის კონტროლი გაამკაცროს და გარკვეულწილად ასე ვთქვათ გარკვეული ვალდებულებები აიღოს აი ამის შესახებ. თქვენ მითხარით რომ ერთად მოიაზრება ეს მართლაც არის პაკეტი, ეს ორი ხელშეკრულება, ეს არ არის ლიბერალიზაცია, ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება და რეადმისიის ხელშეკრულება ფაქტობრივად არის ეგრეთ წოდებული ტყუპი ხელშეკრულება, რომელიც ერთდროულად ფორმდება ქვეყანასთან. ერთი მოიაზრებს გარკვეულწილად წახალისებას ქვეყნისა, რამდენადაც აძლევს გარკვეულ პრივილეგიებს მის მოქალაქეებს, რომ გამარტივებული სავიზო პროცედურებით ისარგებლონ ევროკავშირთან, მეორე ტვირთავს გარკვეული ვალდებულებებით, რომელიც ამ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში არის უფრო ევროკავშირის ინტერესში. რამდენადაც ვალდებულებები თანაბრად არ არის გადანაწილებული არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ სამხრივად ლიბერალიზებული გვაქვს მათთან სავიზო რეჟიმი. ბატონო გიორგი, ამ პროცესის დროს იზრდება მოთხოვნა უბრალოდ ინფორმაცია ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურებიდან იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ეკონდებარებიან რეადმისიას. მინდა გითხრათ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბუნებრივია განისაზღვრა შესაბამისი უწყება, ვინც პასუხისმგებელი იქნებოდა რეადმისიის კუთხით და ეს უწყება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესრიგებს ამ. თუმცა გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ეს პროცესი საკმაოდ ასე ვთქვათ სხვადასხვა უწყებებიც არიან ჩართული, ბუნებრივია ერთ-ერთი ვთქვათ მონაწილე მხარე არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვთქვათ შესაბამისი მიმართულება აქვს, რა მიმართულებაშიც ის მონაწილეობს, ის იქნება ვთქვათ სამგზავრო დოკუმენტის გაცემა თუ ადგილზე ვთქვათ ინტერვიუს გამართვა მოქალაქეობის ვარაუდთან დაკავშირებით, ასე დავარქვათ. რაც შეეხება ინფორმაციის მოთხოვნას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როგორც გაბატონმა კეთიმ აღნიშნა, შესაძლოა საზოგადოებაში ცოტა ცუდი მოლოდინი იყო, თუმცა ეს მოლოდინი ნამდვილად არ გამართდა და მე წინა პირველ ნაწილშიც აღნიშნე, რომ რეალურად საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის თანამშრომლობდა ევროკავშირთან ამ კუთხით და ვთქვათ არ იყო რეადმისიის ხელშეკრულება, მაგრამ აქტუალობა როცა იდგა, რომ ვთქვათ პიროვნება ევროკავშირში დაკავებული იყოფებოდა უნებართოდ ჩვენ თანამშრომლობით და მაშინ ამ პროცედურას დეპორტაცია ეთქვა ქვიოდა დეპორტაცია და დეპორტაციის კუთხით თანამშრომლობით და რეალურად არც ციფრი გაზრდილა და ვთქვათ ყველაზე მე კიდე დავამატებ რომ ყველაზე დიდი მოლოდინი იყო რომ და ნუ ხო
იყო რომ რეალურად მესამე ქვეყნის მოქალაქეებით დაბრუნებული მესამე ქვეყნის მოქალაქეებით გაივსებოდა საქართველოს, თუმცა დღემდე არც ერთი მესამე ქვეყნის მოქალაქეზე განაცხადეს კი არ დამდგარა და ალბათ უნდა ნათელი მოეფინოს ამას და ვთქვათ, რომ რეადმისიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადად არის ორი კატეგორია მესამე ქვეყნის მოქალაქეების, რომელიც შეიძლება საქართველოს დაიბრუნოს. ანუ ერთი კატეგორია ის, ვინც ვთქვათ, უკანონოდ და პირდაპირ შეაღწია საქართველოსთან ევროკავშირში და როგორც ვთქვით, არ აქვს საერთო საზღვარი ერთადერთი შანსი, ასე რომ ვთქვათ, შეღწევის ეს არის საჰაერო მოსვლა, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელია გამომდინარე საზღვრის მართვის ეფექტურობის და მეორე არის, როდესაც უცხოელს მესამე ქვეყნის მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან მოქმედი ვიზა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს მოქმედი ბინადრობა ან ვიზა, ეს ისედაც დაუპყრობლად შემოდის საქართველოში და ანუ საქართველოს ნება გამოხატა, რომ ამ ადამიანს მისცა უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულიყო. ანუ აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ეს დარჩება თუ არა დღესასწაულში და უშუალოდ დეპორტაციის ის ფორმა, რომელიც აქამდე არსებობდა და რა შემთხვევაში შეიძლება იგი იყოს განმარტო. არა, რასაკვირველია, ვინაიდან კონკრეტულ ქვეყანასთან უკვე არსებობს რეადმისიის პროცედურა, რომელიც კონკრეტულად ვადებს აწესებს, კონკრეტულ პროცედურას გაწერს, ამიტომ შესაბამისად ჩვენს და ევროკავშირსაც ურჩევნია, რომ რაღაც უნიფიცირებული მეთოდით ვიმუშაოთ, უნიფიცირებული პროცედურით ვიმუშაოთ და დღესდღეობით ვთქვათ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც რეადმისიის ხელშეკრულება აქვს საქართველოს, ევროკავშირს გულისხმობ, ყველანი რეადმისიის პროცედურას მიმართავენ და დეპორტაციის პროცედურა როგორც ასეთი უკვე ნელ-ნელა, სამუშაო პროცესია იყო რაღაც შემთხვევები, მაგრამ ნელ-ნელა დეპორტაციის პროცედურა დღის წესრიგიდან ამოდის და ანაცვლებს მათ სრულად რეადმისია. გივი ალბაკიძე ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ სახელოსნო ქართულ ლეგენდაში მუშაობს. ის სახელოსნოში ევროკავშირის პროექტის მიზნობრივი ინიციატივა საქართველოში დახმარებით 2011 წლის ნოემბერში მოხდა. სახში დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ არის ასეთი ორგანიზაცია, მობილურობის ცენტრი, ევროკავშირის ახალი პროექტი რაღაც. და გადავწყვიტე მიმემართა რა და დაფინანსება ჯერ ცოტა შორს იყო, რადგან სწავლა მინდოდა უფრო მეტად. როცა ვისწავლე უკვე ბიზნეს გეგმას დავწერე და ყველაფერი შევიძინე თითქმის რაც მჭირდებოდა. ამ ჩემი პროფესიის გასაღრმავებლად თელი ცხოვრება მინდოდა რომ ესწავლა უფრო მჭირდება და მინანქარი. გივი ალბაკიძე ერთ-ერთია ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებულ 800-ზე მეტ ქართველს შორის, რომელმაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილურობის ცენტრისგან მიიღო დახმარება. პროექტს ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროკავშირის 9 წევრი ქვეყნისგან შემდგარი კონსორციუმი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობით ახორციელებს. We are working on the Georgian migration strategy. We are working on capacity building, and one of the main component is the implementation or to support Georgia in the implementation of the readmission agreement between Georgia and the European Union. პროექტი მიგრანტებისთვის დროებითი თავშესაფრის მოძიებას, გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, სამსახურის მოძიებას და ბიზნესის დაწყებაში დახმარებას ითვალისწინებს. ბიზნეს ტრეინინგი გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ საუკეთესოები მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრია წარმოდგენილი, ვეხმარებით ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში და ფინანსური გათვლების მომზადებაში, რაც მათვე დაანახებს იმას, თუ რამდენად ღირებული იქნება შემდეგ მათთვის ეს საქმიანობა, რომელსაც წამოიწყებენ. მობილურობის ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის ფუნქცია და მთავარი ამოცანა უშუალოდ ჩვენი უწყების დახმარებით ჩვენი მოქალაქეების ინტეგრაციას სწორი მიმართულებით საკუთარ ქვეყანაში. ვიზის ფასილიტაციის და უნებართოდ მცხოვრე პირთა რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელების მხარდასაჭერად დანიზელ ტოლვილთა საბჭო ევროკავშირის 20 თვიან პროექტს ახორციელებს. There are two elements in line with the two agreements. The first is support readmission agreement. The second is the visa facilitation agreement. The readmission agreement, Georgia has been doing very well. The visa facilitation agreement, obviously the responsibilities to grant visas lie with EU member states,
and their progress from a Georgian point of view has been a little bit more difficult. დანიელ ტოლვილთა საბჭო ასევე მხარს უჭერს უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველების დასაქმებას საქართველოში. We also support the reintegration of migrants who return to Georgia. That's actually under a separate project called Consolidating Reintegration Activities in Georgia, but it's running alongside the project that I mentioned. And the possible applicants for the reintegration assistance that we talk about are people who have returned from Georgia, including from EU countries. And the kinds of assistance we give them are small income generation projects, so it's to support their small and medium enterprises. Botno არის თუ არა უნდა კონდეს თუ არა რაიმე ვალდებულება სახელმწიფოს იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც დაექვემდებარებიან რეადმისიას, ისინი იმიტომ იყვნენ წასულები ზუსტადაც და არალეგალურად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომ ჰქონდათ დაუშვათ იქ შრომის რაღაც დამატებითი შემოსავლის მოძიების სურვილი. იყვნენ შრომითი მიგრანტები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთია. ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან ამ რეადმისიის ფორმით. აი რა ვალდებულება უნდა დაეკისროს, ან იკისროს თავად სახელმწიფო მათ წინაშე. ამ შემთხვევაში, როდესაც დაიწყო ეს პროცესი, თვითონ რეადმისიის საქართველოში დაიწყო პარალელურ რეჟიმში მიზნობრივი ინიციატივის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ტოლვილთა განსახლების სამინისტროს, ასე ვთქვათ, კოლგის ქვეშ. რაც გულისხმობს იმას, რომ ის რეადმისირებული პირები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მათ ეძლევათ გარკვეული საშუალება, რომ მოხდეს მათი რეინტეგრაცია სოციუმში, ან საზოგადოებაში. კერძოდ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ პროექტი გულისხმობს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ გაიგონონ გარკვეული ტრენინგები, ასევე მომზადონ და მიიღონ ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ. ხშირად არის შემთხვევები, რომ დაუშვათ მათზე გაიცემა გარკვეული ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ მათ დაიწყონ ეს, ანუ დაიწყონ რაღაცა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, თანმიმდევრული პროცესი. მე ამ წუთას არ მაქვს ხა ზუსტი ინფორმაცია რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამით, მაგრამ პრინციპში უკვე მეორე წელი, მესამე წელი დაიწყება მალე, რაც ეს პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს, როგორც თქვი, ერთი მხრივ საქართველოს მთავრობა, მეორე მხრივ მასში არის ჩართული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, პლუს ამას ეს ხორციელდება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მონაწილეობისა და დაფინანსების საფუძველზე. დიდი მადლობა. ეს არის თემა, რომელიც შეიძლება საცნობარო ხასიათით დღეს ამ ფორმით შემოგთავაზეთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან ერთად გადაცემის გავიცნოთ ევროპა ფარგლებში, მაგრამ რამდენადაც თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზის ლიბერალიზაციის დეტალები, ვიზო მიმოსვლის საკითხები და რეადმისიის საკითხები, რა თქმა უნდა სტუდიარე მომავალში მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც სტუდიარე რადიო უცნობი და გაზეთი რეზონანსი ახორციელებდა ამ თვეების განმავლობაში, ამოიწურა, ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით და ყველა სიახლეს, რომელიც იქნება დაკავშირებული ამ პროცესთან, მოგაწვდით, გაგაცნობთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები დიდო ჩაჩავა, გიორგი გრიგალაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და კეთი ციხელაშვილი, ასევე გიორგი გაბრიელაშვილი, სამოქალაქო რეესტრის გადაცემის სააგენტოს დირექტორი, რომელიც ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში მონაწილეობდა, აუცილებლად მოვლენ ჩვენს სტუდიაში და მეტ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენ, თუ როგორ განვითარდება ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი. ამით დამშვიდობებით. ნახვამდის.